ძლიერი საქართველოს წევრს გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ, შემთხვევა მშობლების სახლთან მოხდა. გეგელიას თქმით თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. ამედევნა მანქანა, მას ჰქონდა უკვე ჩართული ტელეფონი, ყოფილი დაიწყო სიტყვით დაპირისპირებით, გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, როდესაც თავის არეში მომაყენა 4ჯერ დარტყმა. სროლა თბილისის ცენტრში, შემთხვევა გვიან ღამით გმირთა მოედნის მიმდებარედ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის უცნობია დააკავეს თუ არა მონაწილე პირები. კადრებს ფორმულა ავრცელებს. 10 დღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მდინარეში გადავარდნილი მანქანის ერთ-ერთი მგზავრია. ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში 14 მაისს მოხდა, რომელსაც შამუგიასთან ერთად კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი მგზავრი კი მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს. დემოკრატიის დაცემა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები და უსაფუძვლო დაკავებები არსაით მიმავალი გზა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. ტყვეების გაცვლაზე სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ ოკუპანტებისგან დღეს კიდევ 307 მებრძოლი დაიბრუნა. ტყვეთა გაცვლის პროცესი ზელენსკის ცნობით ხვალაც გაგრძელდება.